ფორმათა და ფიგურათა მძაფრი დინამიკა, ფერადოვანი ლაქებით გადმოცემული სიუჟეტები, საგამოფენო დარბაზში წითელი და შავი ფერებისა და აბსტრაქციის შერწყმით დასამახსოვრებელ ატმოსფეროს, ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი კოკი მახარაძე ქმნის. მრავალი წლის გასვლის შემდეგ მხატვრის შემოქმედება ფართო დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა. ექსპოზიციას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს. საგამოფენო დარბაზში სიმბოლისტურ მეტაფორული კომპოზიციებით დატვირთული ეროვნული თემატიკის ნამუშევრებია წარმოდგენილი. კოკი მახარაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა და არც მანამდე და არც მერე მისი სოლო გამოფენა არასდროს ყოფილა. მე შემთხვევით აღმოვაჩინე მისი ჩანახატები ძალიან პატარა ზომის და მაშინ მივხვდი რომ ეს იყო ის რომელიც აუცილებლად უნდა ენახა ფართო საზოგადოებას და აქედან წამოვიდა იდეა. შემდგომში უკვე მუშაობის დროს შევეცადეთ რომ ექსპოზიციას გაეერთიანებინა მისი ყველა პერიოდის ნამუშევარი და გავყავით ორად. ერთ დარბაზში არის წარმოდგენილი მისი ფერწერა, ხოლო მეორეში გრაფიკა და გრაფიკული ნამუშევრებიც ეტაპებად იყოფა, სადაც არის მოგზაურობის დროს გაკეთებული ჩანახატები, აკვარელში შესრულებული ნამუშევრები, მისი ავტოპორტრეტი და ჩანახატები ჟურნალ გაზეთებისთვის და ძალიან კარგად შეიკრა ექსპოზიცია მაშინ, როდესაც 3 სანტიმეტრიანი ჩანახატიდან დაწყებული 3 მეტრით დამთავრებული ტილოთი შესაძლებელი გახდა კოკი მახარაძის თავიდან აღმოჩენა, იმიტომ რომ მას დამთვალიერებელი იცნობს როგორც მონუმენტალისტ მხატვარს და გონია რომ გრაფიკულ ნამუშევრებში ახალ კოკი მახარაძეს აღმოაჩენს. საექსპოზიციოდ სპეციალურად მომზადდა და მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მიწა ქართული, რომელიც 50 წელზე მეტია არ გამოფენილა და კიდევ ერთი ნამუშევარი მისი საეტაპო ეს არის სისხლითა და מחვილით, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა გამოფენილი და დამთვალიერებელი პირველად ნახავს. ფერმწერის შვილი, თავად მხატვარი მიშა მახარაძე დიდი სიამაყით საუბრობს მამის შემოქმედებით ცხოვრებაზე და ამბობს, რომ კოკი მახარაძის ხელოვნების სიდიადე განუსაზღვრელია. ზუსტი შემფასებელი დედაა, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება ვის მასთან გაატარა და დიდი მადლობა მას, რომ ესეთი მეგზურობა გაუწია, მაგრამ მე პატარაობიდან მახსოვს ეს დაუშეტელი ენერგიის კაცი, მოფუსფუსე, შრომელი, არა მარტო ტილოებთან და ნახატებთან, არამედ თვითონ იყო არქიტექტორიც. თავის სახლი თავის ხელით ააშენა. ერთი 4 ბუხარი თვითონ ააშენა. არაჩვეულებრივი პერსპექტივის მცოდნე, რომელიც ჩანს მის სურათებში, მათემატიკის მცოდნე. და იყო ცაცი ამავე დროს და წერა ისე შეეძლო, რომ ესე იგი სარკით შეგეძლო მერე წაგეკითხა. უკვე ღრმა წერა შეიძლება. უნიჭიერესი უშრეტი ენერგიის და საოცარი ფანტაზიის ადამიანი იყო. მამის გავლენა ის რომ მე მხატვარი ვარ, დედაც მხატვარია და მოქანდაკე. და ასეთ ოჯახში გავიზარდე. მაგრამ მე ვთვლი რომ კოკის მასშტაბი უკვე მსოფლიო კლასის არის და ძალიან სასიხარულოა რომ ეს საქართველოს მონაპოვარია ესეთი მხატვარი და ესეთი ადამიანი. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე ეთმობა კოკი მახარაძის სოციალისტური ნამუშევრების სერიას, რომელზეც ხელოვანი 1960-70-იან წლებში მუშაობდა. ისე მოხდა, რომ ეს კოკი მახარაძის პირველი სოლო გამოფენაა, რადგან მისი მასშტაბურობის გამო, ვერ ხერხდებოდა ნამუშევრების მოგროვება. ამხელა კარებები არ არსებობდა უბრალოდ და კარებები რო გაიზარდა, უკვე შეიძლება დიდი ნამუშევრების შემოტანა. ვცდილობ, რომ საერთოდ მამის კოპირება კი არ გავაკეთო და მისი გზა კი არ გავიმეორო, მისი გზა უფრო გავაგრძელო. ამიტომ ჩემი ნამუშევრები ცოტა განსხვავებულია ხედვით. მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გავს, კი. მაგრამ ვცდილობ იმ მასშტაბს მივახციო, მაგრამ არ გამომდეს, რაც კოკი იყო.
კოკი მახარაძე სამოღვაწეო ასპარეზზე 1950-60-იან წლებში გამოვიდა და სოციალიზმის ეპოქაში განსხვავებული სახვითი ენა ჩამოაყალიბა. იგი ქმნიდა სიმბოლისტურ მეტაფორული კომპოზიციებით დატვირთულ, მკვეთრად ეროვნული თემატიკის ნამუშევრებს. აკადემიაში სწავლის პერიოდში მისი შემოქმედებითი ძიებები უკავშირდებოდა ისტორიული ჟანრის და აკადემიური რეალისტური ფერწერის ტრადიციებს. იგი იყო აპოლონ ქუთათელაძისა და უჩა ჯაფარიძის მოწაფე. ხელოვანი 1992 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა. კოკი მახარაძის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.